მამა ნიკოლოსთან დაკავშირებით დაგროვდა შეკითხვები თავისი წონის და ზომის და მნიშვნელობის მიხედვით, მაგრამ ყველა ერთად ჯამში რო გავაერთიანოთ, უდრის რა ფუნქციას ასრულებს მამა ნიკოლოზი ღვთისა და ერის წინაშე. ამაშია საქმე. ეს ფუნქცია მარტივად უნდა გავმართოთ. ხო, ესე იგი, ორ სიტყვაში, როგორც აი დაძმური სიყვარულიდან გამომდინარე, როგორც შენ სისხლს და ხორცს არაწვალებდა, ერთი და ორი სიტყვით ეუბნები, ასე უნდა ახსნა რა ფუნქცია აქვს მამა ნიკოლოზს. ეს რო გავიაზროთ, მაგალითს მოგიყვანთ მედიცინიდან. როდესაც ექიმი მიდის პაციენტთან და თუ პაციენტი ისეთი დაავადებით არის, ესე იგი დასნეულებული, რომ ექიმს არ აქვს ამ დაავადების მიმართ იმუნიტეტი, არ მიდის და აი ამას თავისი გამართლება აქვს. ესე იგი ექიმა განსაზღვრა, რომ ერთია რომ ვერ მოარჩენს და მეორე თვითონ დაავადება და თვითონ ვისაც კურნავს, იმათაც დააკლდება მისი ზრუნვა. აქედან გამომდინარე, ესე იგი მიზანშეწონილად არის მიჩნეული, რომ ისეთი ექიმი მიუშვა იმ პაციენტთან, რომელსაც ამ პაციენტის დაავადების მიმართ აქვს იმუნიტეტი. და ჩვენ ვიცით, რომ ორგანიზმს აქვს იმუნიტეტი, ესე იგი სხვადასხვა დაავადებისგან რო თვითონ მოირჩინოს თავი. სწორია, არა? ან ჩარევით, ახმარებით, რომ მოძლიერდეს. ესე იგი იმუნიტეტია მთავარი ორგანიზმში, ხო? და იქედან გამომდინარე, რომ მამა ნიკოლოზზე ვსაუბრობ, ერთ სიტყვას მამა გაბრიელზეც ვიტყვი, ხო? რა თქვა მამა გაბრიელმა? ჭეშმარიტება სულის უკავებაშიაო, შვილო, ხო? რა შესაბამისად, ხორცის ჯანმრთელობაზე და ორგანიზმის, ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ეს რამდენად კეთილშობილური საქმეა, მაგრამ რა არის უპირატესი სული თუ ხორცი? შესაბამისად, ეკლესია გვასწავლის, რომ სულსაც თავისი სნეულებანი აქვს, რომლისგანაც აღდგინების საშუალება არსებობს, მას აქვს აღდგენის, განხდობის, გაწყინების საშუალება, რაც მიღწევადია სინანული და აღსარებით და ზიარებით, ხო? და ეთიცხები და ასე შემდეგ. შესაბამისად, სულსაც აქვს აღდგინების უნარი. ეხლა მივიდეთ იქ, რა ფუნქცია აქვს მამა ნიკოლოზს? ის ხალხი, რომელიც მის ირგვლივ მას ახვევია გარს და ნამდვილად ბრაზობდი, რომ მაგათ გამო ვერ მივდივარ მამა ნიკოლოზთან მეთქი და ეხლა რომ დავფიქრდი, რომ აი ბოლომდე მინდა გავიაზრო მამა ნიკოლოზის ფუნქცია. თუ ამ ბერის, ხო, წმინდა ბერის თქვა, ხო? ფუნქცია არის, რომ ის მძიმე სულიერი დაავადებებით დაზიანებული ხალხი მასთან მაგნიტივით მიიზიდოს. ეს ხო უმძიმესი ჯვარია და მადლობა მინდა გადავხადო უფალს, რომ ჩვენ გვყავს მამა ნიკოლოზი, რომელმაც ეს მძიმე ჯვარი აიღო, რომ ყველაზე მძიმე ტვირთი, ხო, მისაც აქვს სულიერი სნეულების სახით, რომ მამა ნიკოლოზთან მივიდა და არა ეკლესიებში, იმიტომ რომ სიმართლე უნდა ითქვას, ეკლესიაში სასულიერო პირები, თქვა ეს 2000 მღვდელი ვინც ყავს, მათი უმრავლესობა არაა მზად იმისათვის, რომ ასეთი მძიმე სულიერი დაავადების მქონე ხალხს, ესე იგი, გაუმკლავდნენ და ამის სულიერი იმუნიტეტი არა. ელემენტარული სულ უბრალო თქვა, ასე თქვა, მრევლი, რომელიც ყავს, რომელსაც ძალიან დიდი პრეტენზია არა აქვს, იმას ძლივს ტვირთულობენ და ღმერთმა გააძლიეროს, ამიტომ ლოცულობ ჩვენი მოძღვრებისთვის. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ეს გარემოცვა, რომელიც მიიზიდა თავისკენ მამა ნიკოლოზმა რო თქვას, რომ ესე იგი ვასრულებ, ხო, ესე იგი დუმარებასთან ერთად განდეგილი ვარ და თქვა დაირჩევს ერთს საკონტაქტოდ და დანარჩენებთან რომ გაწყვიტოს კონტაქტი. ეს ხალხი ხო გადანაწილდება ეკლესია მონასტრებში წავა სასულიერო პირებთან და აი ზუსტად მადლიერება მინდა გავაღვიო სასულიერო პირებში, რომ დღეს რომ თქვენ მეტნაკლებად ახლა განა თქვენ ნაკლები ჯვარი გაქვთ, ხო? კი არ ვაკლინებ თქვენ ჯვარს, უბრალოდ მადლიერებისკენ მინდა მოგითითოთ, რომ მამა ნიკოლოზმა რა მძიმე ჯვარი აიღო თავის თავს. და ბოლოს იმასაც ვიტყვი, რომ მამა ნიკოლოზი ამბობს შებრუნებულად. ანუ რაც უნდა თქვას, იმის შებრუნებულად, რომ ესე იგი სალესი ქვასავით გაილესო და შენ მას შეეწინააღმდეგო, დაუსაბუთო, მერე დიდი ხნის განმავლობაში ამას გამტკიცებიებს, რომ შენ გამტკიცდე შენ სოდნაში და მერე გეუბნება კი შენ იყავი მართალი. ესე იგი, ასაკეთ, ეს არის სკოლა. ესე იგი,
მართლმადიდებლური, ესე იგი მარცვალი თავის არსში მასწავლებლობას გულისხმობს პირველ რიგში, ხო, მოძღვარო, მასწავლებელო, ქრისტეს როგორ უძახოდნენ, ხო, სწორი. შესაბამისად, ცნობის მოყვარეობის ეპოქაში ვცხოვრობთ, ხო, ყველას რაღაცა აინტერესებს და იკვლევს და ესე იგი ის წარმოდგენა, რაც ყველას ჩვენ თავზე გვაქვს და სინამდვილეში რასაც წარმოადგენთ, აცდენაშია ერთმანეთთან და აი ამ უხილავ ბრძოლაში არის ჩართული მამა ნიკოლოზი. ერთი წუთით დაფიქრდით, რომ თავის ჯვარს თუ შეიმსუბუქებს მამა ნიკოლოზი და იტყვის, რომ მდუმარებასთან ერთად გადეგილობაში ვარ და ხურავ კონტაქტს მრევლთან და ესე იგი ბერთან, ხო? და სხვა ეტაპზე გადავდივარ. აი, მე ეს ხალხი რომ გადმონაწილდება, ვართ მზად, რომ ესე იგი გვიყვარს ჩვენი მოყვასი, ისე რომ მათი შეკითხვების საპასუხოდ ჩვენი პირადი ცხოვრება გადავდო და ამ სიმართლის ძიება მოკვლევა ისე წყურია და ისე ხშია, როგორც ჩვენი ბედნიერება და კეთილდღეობა. ვართ ამ მდგომარეობაში უფალი, მრევლი და ოჯახი, ასეა ხო გვდები? არ უნდა იყოს ულისთვის ოჯახი, მდიდარი მრევლი და ბოლოს უფალი. ესე ხო არ უნდა იყოს. შესაბამისად, აი რა ჯვარი აქვს მამა ნიკოლოზს და ადლიერება, აი, ერთადერთი რაც მინდა ვისწავლო და ყველას შეგახსენოთ, რომ ჩვენ მაგლიერი უნდა ვიყოთ იმისა, რასაც აკეთებს მამა ნიკოლოზი. მადლობა ყურადღებისათვის.